ვალენსია კვლავ დაინტერესებულია გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერით. ინფორმაციას ესპანელი ჟურნალისტი ვიქტორ გომესი ავრცელებს. მისივე ცნობით ტრანსფერის განხორციელება თავად ქართველი ფეხბურთელის სურვილიცაა. ვალენსიური კლუბი ჩაკვეტაძის ტრანსფერს გამოსყიდვის უფლებით 1 წლიანი იჯარით განიხილავს. გიორგი ჩაკვეტაძე ამჯერად ინგლისის ჩემპიონშიპში თამაშობს და უოტფორდის ღირსებას იცავს. ლივერპული გიორგი მამარდაშვილის ვიდეოს აქვეყნებს, რომელმაც გულშემატკივრებში დიდი მოწონება დაიმსახურა. ქართულმა მეკარემ კლუბის ვარჯიშზე შესანიშნავი სეივი შეასრულა. ლივერპული ახალი სეზონისთვის ჰონკონგში ემზადება. პრემიერ ლიგის დაწყებამდე ინგლისური გრანდი რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. საქართველოს ნაკრებისა და ემპოლის მცველის საბა გოგლიჩიძის ტრანსფერით რამდენიმე იტალიური კლუბი ინტერესდება. მედიაში გავრცელებული ცნობებით ახალგაზრდა მცველის დამატება სასუოლოს, პარმასა და ბოლონიას სურთ. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით გოგლიჩიძის ტრანსფერით ლაციო და რომა ინტერესდებოდნენ. ინგლისელი თავდამსხმელი მარკუს რაშფორდი კარიერას ბარსელონაში გააგრძელებს. ტრანსფერი კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. რაშფორდმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ხელშეკრულებას ხელიც მოაწერა. ის კატალონიურ კლუბში მანჩესტერ იუნაიტედიდან 1 წლიანი იჯარით გადავიდა, რომელიც შესყიდვის უფლებასაც ითვალისწინებს.